აფხაზეთში ოჩამჩირის რაიონის დაბატამიშთან გამართული ბრძოლებიდან 25 წელი გავიდა. 1993 წლის 2 ივლის გამთენიისას მოწინააღმდეგე მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდით ტამიშთან საზღვაო დესანტი გადმოსხა. პირველი დარტყმა ტამიში, ლაბრასა და ზემოკინთხში განლაგებულმა ქართულმა ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად გააქტიურდა აფხაზური ფორმირებები. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. პირველი დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, რის შედეგადაც 52 ქართველი მეომარი დაიღუპა. ქართულმა მხარემ რამდენიმე დღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართულმა მეომრებმა სამაგალითო სიმამაცე გამოიჩინეს. დაქირავებული ჩრდილოკავკასიელების, რუსებისა და აფხაზი მებრძოლებისგან დაკომპლექტებული ძლიერი და კარგად მომზადებული დესანტი მოიგერიეს და პოზიციები შეინარჩუნეს. 2 ივლის საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრებმა საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და ტამიშის ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი. 93 წლის 2 ივლისი ეს იყო გარდამტეხი დღე. საქართველოს შეერაღებულმა დანაყოფებმა უკუ აქციეს ის ორგანიზებული ძალა, რომელმაც ესე იგი ფაქტიურად ჩათვალა, რომ უნდა გადაეკეტა ტამიშის სოხუმის მონაკვეთი და შემდგომ განახორციელებია სოხუმზე შეტევითი ოპერაციები, მაგრამ აქ იყო გადამწყვეტი ბრძოლა, რომელ ბრძოლაშიც თავდადებულად იბრძოლეს ბიჭებმა და მაქსიმალური გავაკეთეთ, რომ ჩვენ მოწინააღმდეგე მხარისთვის არ დაგვეთმო ის ტერიტორია, რომელიც სტრატეგიულად სამხედრო თვალსაზრისით იყო აუცილებელი მათთვის და ჩვენთვისაც. ამიტომ მოდივართ დღეს აქ ჩვენ და ვიგონებთ იმ გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს 2 ივლის თავი დადეს და გმირულად იბრძოლეს იქ და ტერს არ მიცეს იმის საშუალება, რომ გადაეკეტათ სოხუმი ოჩამჩირის მონაკვეთი. და ყოველი წელიწად ჩვენ ვიკრიბებით აქ და მათ ესე იგი სრულად პატივს მივაგებთ. ამავდროულად ჩვენ ყველანი ერთად ვიხსენებთ იმ დღეს 2 ივლისიდან 9 ივლისამდე თავდადებულ საბრძოლო ეპიზოდებს, რომლებიც ხდებოდა რეალურად და ვღებულობდით მონაწილეობას. ერთად ვიყავით ყველანი გაერთიანებული და გაერთიანებული ძალები ჩვენ მოვიპოვეთ გამარჯვება. ამიტომ არის როცა ერთად ავართ ჩვენ, ყველაფერი დავიბრუნებთ და ცალ-ცალკე აბსოლუტურად აზრი არ აქვს ბრძოლას. კიდევ და კიდევ მოვუწოდებ ყველას, ერთად უნდა ვიყვეთ, რომ ჩვენ საქართველოს ტერიტორიები გავაერთიანოთ. სერიოზული მასშტაბური დარტყმა იყო ოჩამჩირეზე. ეს იყო ჩაფიქრებული, როგორც 16 მარტი იყო სოხუმში, ასეთივე დიდი ოპერაცია იყო ჩაფიქრებული ოჩამჩირის მიმართულებით მთლიანობაში. მაგრამ ეს ადგილობრივი არტილერიამ იმუშავა სერიოზულად. ბატონი ბუთხოს თოღაძეს დიდი დამსახურება ის, რომ ეს მოგერებული იქნა, კი რა თქმა უნდა, სხერპლი იყო, მაგრამ დანაკარგი მაგათ უფრო მეტი ჰქონდათ. დაქირავებულმა ბოევიკებმა შეძლეს, რა თქმა უნდა, რუსეთის სპეციალური დანიშნულების ქვეყანაყოფებთან ერთად დესანტის გადმოსხმა ტამიშის მიდამოებში და იმ დროს დაიღუპა საკმაოდ დიდი რაოდენობის ჩვენი მეომარი. ნაწილმა დესანტის მერე თავი შეაფარა, ტყვარჩელს გადაიკეტა ეს მთავარი არტერია ოჩამჩირე სოხუმის გზატკეცილი და პრაქტიკულად სოხუმი მოიქცა ალყაში. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენმა შენაერთებმა მაშინ დიდი ძალისხმევის შედეგად შეძლეს ამ დესანტის მიერ დაკავებული პოზიციების გარღვევა და შეერდა ის გაწყვეტილი სატრანსპორტო არტერია. მაშინ გათავისებული იქნა ბოლომდე აუცილებლობა ერთიანად დგომისა და ამით გახდა შესაძლებელი იმ დროისათვის ყველა პოზიციის აღდგენა. ჩვენი სტრუქტურები მეომრებთან ერთად ვართ მემორიალურ დაბასთან, რათა კიდევ ერთხელ შევახსენოთ ერთმანეთს, რომ ჩვენ ვალში ვართ ამ ბიჭების ხსოვნის წინაშე.